გამარჯობა. დღეს ხუთშაბათია, ჩვენი მორიგი გადაცემის დროა, ხუთშაბათ ჩვენ ანალიტიკური მიმოხილვა გვაქვს მიმდინარე პროცესებისა და მე მზათა ვარ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შევეხო და ცოტა სხვანაირად გავიაზროთ ის პროცესები, რომელიც ხდება. რა თქმა უნდა, პირველი რაც აუცილებლად გასაანალიზებელია, ეს არის ის რაც ამ 1-2 დღის განმავლობაში მოხდა პეკინში, როდესაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგი სამიტი იყო და შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი დღე ყველა ნორმალური ადამიანისთვის, გითხრათ სიმართლე, იმიტომ რომ ჩინეთისთვის ეს წმინდა დღეა. იგი ზეიმობდა იაპონელებზე გამარჯვების 80 წლის თავს, იაპონიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთში 1927 წელს დაიღუპა 27 მილიონი ადამიანი, ცნობილი ნანკინის ხოცვა-ჟლეტა და ასე შემდეგ და ფაქტობრივად ამ 80 წლის თავზე ჩავიდა ყველა მთავარი ქვეყანა, გარდა დასავლეთის ბლოკის ქვეყნებისა, ერთადერთი ევროკავშირის წევრი ფიცო იყო, სლოვაკიის პრემიერი და სხვა არავინ. ყველაზე ცუდი რაც მოხდა ამ ღონისძიებაზე იყო ის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი არჩევიდა და მან ამით ხაზი გაუსვა არა მარტო თავის პოლიტიკურ სისუსტეს, არამედ დღეს ამერიკის ადმინისტრაციაში მის ირგვლივ არსებული ხალხის პოლიტიკურ უმწიფარობას და გითხრათ სიმართლე სერიოზულ შეცდომას, რადგან დღეს უკვე სხვანაირია დამოკიდებულება და პეკინში ჩასული ტრამპისადმი დამოკიდებულება სულ სხვანაირი იყო. დიდი ქვეყნის ლიდერს უნდა ჰქონდეს იმის შეფასების თავი, თუ რა აღინიშნება. ეს იყო ის, რაც ასევე ძვირფასია ამერიკელი ხალხისათვის, ამერიკელი ხალხმაც გაიღო მსხვერპლი სერიოზული ამ საშინელებაში, რასაც მეორე მსოფლიო ომი ჰქვია და ჩვენ ნახეთ, რომ 80 წლის შემდეგ იმის ნაცვლად, რომ თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო განვითარებული, თანამშრომლობდნენ სახელმწიფოები საერთო გლობალური ინტერესების ფარგლებში, ანუ ის, რაც ყველასთვის საერთოა, ამის ნაცვლად მიდის კონფრონტაცია, მიდის ისეთი დაპირისპირება, რომელიც არ შეიძლება იყოს სასარგებლო რომელიმე მხარისათვის და საშიში სამომავლოდ. დასავლეთი ამოვარდნილია, მოდით პირდაპირ ვისაუბროთ, მე არ შევია მოკიბული, დასავლეთი ამოვარდნილია იმ ტენდენციისგან, რასაც მსოფლიოს 2/3 მიდის, თანამშრომლობა, თანაბარუფლებიანობა, თვითყოფადი კულტურების პატივისცემა, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა და საერთო მიზნისათვის თანამშრომლობა, უსაფრთხოება იქნება, ეს ეკონომიკა იქნება თუ სხვა რამ იქნება. გითხრათ სიმართლე, მსოფლიოში ფაქტობრივად იმ დემონსტრაციას ძალისა, რომელიც მოხდა სამხედრო აღლუმზე, მე სამხედრო არა ვარ, რომ აფრთოვანებული ვიყო სამხედრო, რომ იტყვიან ამ სვლებით და იარაღის დემონსტრირებით, ამას თავისებურად პროფესიონალური სამხედრო შინაგანი განწყობა უნდა. მე საერო კაცი ვარ, არა ვარ სამხედრო, შემიძლია შევაფასო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ სამხედრო აღლუმზე მეც მაქვს მინსკში მონაწილეობა მიღებული, ვიცი ეს რა შრომასთან და ტანჯვასთანაა დაკავშირებული, ამიტომ შემიძლია ირიბად შევაფასო ეს ყველაფერი. რა შეიძლება ითქვას? დღეს მე ნახე შოთა აფხაიძეს გამოტანილი ჰქონდა გიგი წერეთლის შეფასება, რომ გიგის თურმე პარადი უნახავს, ანუ აღლუმის სამხედრო და იქ დაჟანგული მანქანების მეტი, რაღაც ძაღლები, რაღაც
დრონები, რაღაც ისეთები, რომელიც აი საბჭოთა კამაზებს აგონებს და ასე შემდეგ და ეხა შოთას მე კარგად ვიცნობ, ჩვენ ერთად მიგვიწვიეს კიდევ ორ ადამიანთან ერთი ეხლა საზოგადოებრივ მაუწყებელში საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მაგრამ არ წყალია და არ ღვინო და კიდევ ერთი ადამიანი იყო სტრატეგიული კვლევის ცენტრიდან, როდესაც ჩრდილო კავკასია მოგვატარეს და ძალიან დიდი შეხვედრები იყო იქ ყველა დონეზე. რატომ გავიხსენე ეს ახლა შოთა პრინციპული კაცია და ძალიან დასცინის გიგი თევზაძეს, იმიტომ რომ რაც თევზაძეს უწერია აბსოლუტურად არის ჯერ სისულელეა, მეორე აბსოლუტურად არ მოდის თანხმედრაში იმასთან, რასაც დასავლურ მედიაში ამ აღლუმის შესახებ იწერება. ჯერ ერთი ჩინეთმა მოახდინა ისეთი იარაღის დემონსტრირება, მათ შორის ჰიპერბგერითი იარაღისა, რომლის მსგავსი შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ აქვს და როდის ექნება გარკვეული არ არის. მან მოახდინა მრავალფეროვანი ტექნიკის სხვადასხვა, მათ შორის ლაზერების დემონსტრირება და ასე შემდეგ. ამას რატო ვამბობ? მე რა კი გარკვეული შეხება მქონდა ამ სფეროსთან, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მულტიდისციპლინარული, ეს არის ძალიან მძლავრი, ეს არ არის მხოლოდ სამრეწველო სფეროს საქმე, ეს არის მეცნიერება, ეს არის საინჟინრო საქმე, ეს არის კონსტრუქტორები, ეს არის ტექნოლოგები, ეს არის ქიმიკოსები, სიმტკიცის სპეციალისტები, აეროდინამიკის სპეციალისტები, ელექტრონიკის ეს არის მულტიდისციპლინარული სფეროები და როდესაც სახელმწიფო ასეთი მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოებას აკეთებს, მე ხლა გეუბნებით ამას შიგნიდან, თქვენ არა იმ ტანკით აუხფსოვანდეთ ან თქვათ რაღაც პარამეტრები ვზომოთ და არა, ეს არ არის ამ წუთში ძალიან საინტერესო ის არის, რომ სახელმწიფო არის სახეშეცვლილი ჩემი სტუდენტობის დღოროსთან შედარებით, ჩემი სკოლის პერიოდთან შედარებით, მაშინ ბრინჯის ულუფა არ ყოფნიდათ საჭმელად და იყვნენ საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ როგორც კი შეძლეს საკუთარ ქვეყანაზე კონტროლის განხორციელება, ქართველებისგან განსხვავებით მათ კოლოსალური ნაბიჯი გადადგეს. თუ გნებავთ უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში. ჩინეთი ახლა სულ სხვა ქვეყანა არის, იგი სულ მალე გახდება მეცნიერებაში ნომერ პირველი ქვეყანა, ხასოსვამ ეს უკვე დიდი რამეა. მისი ტექნოლოგიები იხვეწება, მისი პროდუქცია სახეზეა და ამ დამპალი იდეოლოგიით გადაგვარებული და ადამიანები, რომლებაც ქართველი ახალგაზრდების სული გარყვნეს იმ უნივერსიტეტებში, სადაც მათ ხელი მიუწვდებოდათ, წერენ სისულელეს, რომ იმის დანახვაც კი არ შეუძლია, რასაც უყურებენ. ის, რასაც სამხედრო გამოცემები წერენ შეერთებულ შტატებში, თუ გნებავთ სხვაგანად, სერიოზულად არიან შეშფოთებული და რა შეიძლება ითქვას, რაც ჩინელებმა უჩვენეს, ევროპაზე საუბარი არ არის, ევროპა დაივიწყეთ. ევროპის სამხედრო პოტენციალი დაივიწყეთ, ევროპის ეკონომიკური პოტენციალი, რომ ის რაღაცას შექმნის და გააკეთებს, დაივიწყეთ. შეუძლებელია ამ დონეზე დაცემული სუპერცივილიზაცია, კიდე გეუბნებით, ფანტასტიკურად ძლიერი ცივილიზაცია, რომელმაც უარი თქვა თავის კულტურაზე, უარი თქვა ქრისტიანულ კულტურაზე და დასავლური კულტურა, ეს იყო კლასიკური ქრისტიანული კულტურა, უარი თქვა განათლებაზე, მეცნიერებაზე და თავისი ბრწყინვალეზე ბრწყინვალე ორი განსაკუთრებით საგანმანათლებლო სისტემა, ფრანგული სისტემა და გერმანული სისტემა, ბოლონიის ნეოლიბერალურ საზიზროებამდე დაიყვანეს და ეხლა 100 მილიარდი, 300 კი არა, 500 მილიარდიც რომ ჩატენოს ევროპამ თავის სამრეწველო პოტენციალში, მისგან არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ
გეი აღლუმებს დაოსტატებული ქვეყნები განადგურებული არიან, მათი პოტენციალი განადგურებულია, ისევე როგორც დღეს არ შეიძლება სერიოზულად აღიქვა ბრიტანეთის სახელმწიფო, საფრანგეთის სახელმწიფო, გერმანიაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ერთადერთი გიგანტი სახელმწიფო ჯერჯერობით არის შეერთებული შტატები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატები თავისი დღევანდელი მართვის პოტენციალით არ შეესაბამება იმ ლიდერულ პოზიციებს, რომელსაც ამერიკა აწლეულებია ფლობდა და იგი კარგავს ამას, კარგავს იმის გამო, რომ მისმა წინა ხელისუფლებებმაც დაუშვეს ის თახსირობა, რასაც ქვია LGBT იდეოლოგია, ვოუკიზმი, ეს შავი სიცოცხლე ძვირფასიო, ეს წმინდა ტროცკისტული ორგანიზაციები, ანტიფა და ასეთები და თეთრი სახლიც კი გახსოვთ თქვენ LGBT დროშის ფერებში შეღებეს. ამ გონებრივ გაღწენას დაქვემდებარებულ ხალხს არ შესწევს უნარი დაუიბრუნონ ის პოტენციალი მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ტექნიკაში და ასე შემდეგ და ამდენად ჩვენ აშკარად მოწმე გავხდით ერთისა, თორე ჩემი შეფასება მინდა რომ ძალიან კრიტიკულად შეაფასოთ, მაგრამ მე ამას ვამბობ ცოტა წინსწრებით ტემპით. ორი სამყარო გამოიკვეთა. ერთი სამყარო ეს რაც იყო მთელი მსოფლიო სისტემა აგებული ანგლო-საქსონურ გლობალურ სისტემაზე, არის უსუსურ დღეში ერთადერთი სახელმწიფო გადარჩა შეერთებული შტატები და ისიც აბსოლუტურად არაგონივრულად იმართება. პრეზიდენტი დღეს შეერთებული შტატებისა აბსოლუტურად არ შეესაბამება თავის სახელმწიფოს, ამ ქვეყნის მასშტაბს, არ შეესაბამება მის როლს მსოფლიოში, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყნის პირველი პირი აკეთებდეს ისეთ განცხადებებს, როგორცაც აკეთებს და მოხდა ის, რომ ამ ყველაფერის კეთებამ გამოიწვია ის, რომ შეერთებული შტატებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. შეერთებულმა შტატებმა მოახდია ხერხა ყველაფერი იმისა, რომ მის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება, მოგზაურობა, თუ გნებავთ შიში და ასე შემდეგ, იგნორირების დონემდე დასულიყო. რა არის გამოკვეთილი? ეს არის აბსოლუტურად არაპოლიტიკური განცხადებები სხვა სახელმწიფოების მიმართ, აბსოლუტურად არასწორი აღქმა მოვლენებისა, მან ამ აღლუმის შემდეგ დაადანაშაულა ჩინეთი, რომ ისინი ამზადებენ ფაქტობრივად ალიანს ამერიკის წინააღმდეგ და მას არ ეშინია, იმიტომ რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა ერთად აღებული. აქ არის ერთი მომენტი, რომელიც ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ. რა თქმა უნდა, ვერც კონვენციურ ომში შეუძლებელია მსოფლიოს დამარცხება, შეერთებულ შტატებს ამის უნარი დღეს არ გააჩნიათ, მაგრამ შეერთებულ შტატებს ისევე როგორც რუსეთს თუ ურთიერთსაფრთხეები იგრძნეს, შეუძლია მთელი სამყარო დაუყონ. იმიტომ რომ თუ მათზე რომელიმე მათგანზე განხორციელდება შეტევა, საპასუხო რეაქცია იქნება ისეთი, რომლის მოქმედებათა ჯაჭვს ვეღარავინ ვეღარ შეაჩერებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები დღეს რჩება მიუხედავად მართვის პრობლემებისა, მიუხედავად უსაშველოდ სუსტი პოლიტიკისა, აიღეთ თუ გნებავთ პირველი დიპლომატი, სახელმწიფო მდივანი, რუბიო, რომელიც უბრალოდ არ შეესაბამება მის დაკავებულ მდგომარეობას, მისი ცოდნა, მისი დონე, ვინც ჩემ გვერდს კითხულობს, ჯერ კიდევ სანამ
არა მარტო სახელმწიფო მდივანი გახდებოდა, არამედ ჯერ კიდევ ადრე, როდესაც ტრამპის მოწინააღმდეგე იყო პრაიმერიზებზე, როდესაც პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევა იყო, მე ყოველთვის უცვლენ კანდიდატს ერთხელ მაინც ჩამოვყალიბდე რა ადამიანი არის, მე მაშინვე დავწერე, რომ რუბიო საერთოდ უსუსტესია საგარეო სფეროში და მას ყველა ამჩნევს და აშკარა არის ტრამპის ეს შეცდომა რომ არ ჩასულიყო ჩინეთში, რა თქმა უნდა რუბიოს დამსახურებაც არის, თუმცა რუბიო მარტო არ არის ის ნეოკონსერვატიული მარყუჟი, რომელიც არის ტრამპის კისერზე, ავტომატურად მიანიშნებს რომ პოლიტიკის ცვლილება ჯერჯერობით არ არის, მაგრამ სურათი გამოკვეთილი. აშკარად გადაიდგა ნაბიჯები, რომელშიც დამსახურება მიუძღვის მხოლოდ შეერთებულ შტატებს. ჩინეთი ინდოეთის დაპირისპირება სერიოზულია, ტერიტორიულ პრობლემებზეა საუბარი, მათ ომიც კი ჰქონდათ ერთმანეთში, დღეს ისინი ერთმანეთის გვერდით დგანან და მე ვახსენე 2-3 დღის წინ გადაცემაში, რომ სი ძინპინის ფარული, ანუ საიდუმლო წერილიც აღმოჩნდა გაგზავნილი ინდოეთის პრემიერ-მინისტრისადმი ურთიერთობების დათბობის შესახებ. თქვენ დააკვირდით შანხაის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ინდოეთის პრემიერი იყო, მაგრამ დააკვირდით პოლიტიკის ნიუანსებს მოდი არ დარჩა სამხედრო აღლუმზე სრულიად გასაგები მიზეზების გამო და დაბრუნდა ინდოეთში. სამაგიეროდ იქ ყველა შეხვედრაზე ფაქტობრივად მთავარი ფიგურა იყო რუსეთის პრეზიდენტი, ვის მოწონს რუსეთი, არ მოწონს რუსეთი. ამ მოწონებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება აღქმა რეალობის, ასეთია რეალობა და შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო მოიხსნა რაღაც, არც ყოფილა ჯერ ერთი იზოლაცია, დასავლეთს ჰქონდა თავისი, რომ იტყვიან ოფოფები, რომ რუსეთი იზოლაციაში მოექცია, თუმცა სიტუაცია ისე გაფუჭდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი იძულებული იყო დაერღვია პროტოკოლი და აეროპორტში დახვედროდა და დაეთმო ურთიერთობები და ძალიან კარგი რამ გაკეთდა ამით გითხრათ სიმართლე, მაგრამ აქ არის მეორე მხარე. ეს ურთიერთობა მსოფლიოს 2/3-ისა გაგრძელდება. არა მარტო გაგრძელდება, გაღრმავდება, გამოიკვეთება სამხედრო კავშირები და ასე შემდეგ და ეს მძლავრი მსოფლიოს ნახევარი მოსახლეობაში. მეოთხედზე მეტი ჯერჯერობით მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოსი, 25%-ზე მეტი, რომელიც მზარდია და აქეთ არის აბსოლუტურად არათანამშრომლობაზე აგებული დასავლეთი, კონფრონტაციაზე აგებული დასავლეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თავისი დამარცხების ბოლო სტადიაშია. ასე არაადეკვატურად არ შეიძლება იქცეოდე, იმიტომ რომ თუ შენ მძლავრი ქვეყანა ხარ და ჯერჯერობით ნამდვილად მძლავრი ქვეყანა ხარ, არის კონფლიქტები, არის რაღაც შეუთანხმებელი საკითხები, მაგრამ არის თანამშრომლობა. თანამშრომლობა არის ნული. ისეთ ახლო სახელმწიფოსაც კი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორიც ინდოეთი იყო, ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ ცუდად მოექცა. და მიიღო ის, რომ ინდოეთი კიდევ უფრო გააძლიერა, ინდოეთმა საერთოდ იგნორირება გაუკეთა შეერთებულ შტატებს, მის მიერ დაწესებულ 50%-იან ტარიფებს და გააგრძელა ის ხაზი და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ დღეს ინდოეთი ისევე დაცულია და ხელუხლებელია, როგორც იმ აზიის ქვეყნებიდან ნებისმიერი, რომელიც თქვენ შანხაის
თანამშრომლობის ორგანიზაციაზე 10 წევრი, იქ დამკვირვებელი 12, კიდე ვიღაც მიწვეული ესენი და ასე შემდეგ. მაგრამ აღლუმზე ეს უკვე სხვა დემონსტრირება იყო ძალისა და სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოში ისიც უსაშინელესმა ადამიანებმა, რომლებსაც ბოროტება აქვს ჩადენილი საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, ეგრეთ წოდებული გიგი თევზაძეები და კიდევ მთელი პლეიადა არის, საუბედუროდ ვიცნობ ჯერ კიდევ 2000-იან წლებიდან თუ უფრო ადრე არა. მაგრამ კარგის ვერაფრის თქვათ მოგონება არ შემიძლია, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი აღმასრულებლები ქართველი ახალგაზრდების გონების გამორეცხვისა, სწორედ ეს ხალხი იყო. კაცი უყურებს აღლუმს, გასაგებია არ არის ტექნიკის სფეროდან, არაფერი არ იცის ამ ქვეყანაზე, რაღაცა ფილოსოფოსობს ვითომ და იმის დანახვაც კი არ შეუძლია, რასაც აკეთებს, მაგრამ ეს მისი პრობლემაა. ჩვენი პრობლემა სხვა რამეში, რატომ მოვიყვანე ეს მე ყველაფერი. დააკვირდით იგივე ირანის მდგომარეობას, დააკვირდით ასეთი ინდუსტრიების განვითარება ყოველთვის დაკავშირებულია ძალიან ძლიერ საგანმანათლებლო სისტემასთან, ძალიან ძლიერ საინჟინრო საბუნებისმეტყველო სპეციალობებთან, უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში და ძალიან ძლიერ სამეცნიერო მიმართულებებთან ამ სფეროებში, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, რაკეტა შეიძლება ვინმეს იული სათქმელი გონია, მაგრამ ეს არის უსაშველოდ კომპლექსური სფერო, სადაც ყველაფერი მონაწილეობს, ყველა მონაწილეობს სპეციალისტი, იმიტომ რომ ეს კომპლექსური პროდუქტია და მას ყველა სპეციალისტის ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავარი არის მართვის ის დონე და ცოდნის ის დონე, რომელიც რეალურ პროდუქტს იძლევა. ესე იგი, გარდა დასავლეთის ქვეყნებისა, ყველა ის ქვეყანა, რომელიც თქვენ ნახეთ ამ დღეების განმავლობაში, არის განათლებაზე ორიენტირებული, ხაზს უსვამ. არავის შეეშალოს არაფერი განათლებაზე, იმიტომ რომ განათლების და მეცნიერების გარეშე შენ იმას, რასაც ხედავ, ვერ გააკეთებ. განათლების და მეცნიერების გარეშე განვითარება არ ხდება. ესე იგი, მე ამ ფონის შექმნით მინდოდა იმის თქმა, რომ თუ ქართველებს განვითარება ჭირდებათ, მათ არ და უნდათ ჭირდებათ, მართლა ჭირდებათ, მაგრამ უნდათ ჯერჯერობით არ ჩან. ეს ვერ მოხდება განათლების, საინჟინრო განათლების, საბუნებისმეტყველო განათლების, ძალიან ძლიერი სასკოლო განათლების გარეშე, რადგან ასეთი გარემოს შექმნა ქვეყანაში იძლევა იმ ატმოსფეროს, სადაც ნიჭი ვითარდება. სადაც ნიჭიერებას განსაკუთრებული ნოყიერი ადგილი უჩნდება და ახალგაზრდებში ჩაბუდებული ისე ნიჭი სტიმულირებული ახალგაზრდების მეშვეობით უკვე განვითარებას პოულობს და განვითარებული ნიჭი რა პროდუქტს გამოაგდებს და რა იდეებს შესთავაზებს საზოგადოებას, ამის პროგნოზირება არავის არ შეუძლია. ესე იგი, ნახეთ, მსოფლიო ტენდენცია ხაზს უსვამ. ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ნახეთ მსოფლიოს ახალი ტენდენცია. უკვე გამოკვეთილი სახით, არა უბრალოდ ტენდენცია, არამედ გამოკვეთილი ის რომ ტენდენცია იყო, თქვენ კარგად იცით, მე წლების განმავლობაში ვწერ ამის შესახებ, თუმცა ძნელად იჯერებდა საკმაოდ ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ მათ ვერ წარმოედგინათ ამერიკა, დასავლეთი და ეს ყველაფერი, მაგრამ პროცესებს თუ დააკვირდები, ეს ასე იყო. ესე იგი, მსოფლიო ტენდენცია მიდის იქეთკენ, რომ ქვეყნები ვითარდება, თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებული და ერთადერთი, ვინც არ ვითარდება, ხაზს უსვამ. ჯერჯერობით დასავლეთი მიდის იმ ინერციის ხარჯზე, რაც კლასიკური ევროპული კულტურის, დასავლური კულტურის მეცნიერების შედეგი იყო. ეხლა ბევრი კაი არაფერი არ არის. მაგრამ ჩვენ
სადა ვართ? ჩვენ ვართ დაახლოებით დღევანდელობას თუ ავიღებთ საწყის წერტილად, რომ იმიტომ ხვალ და ზე კარგი რომ იყოს, დღეიდან უნდა წახვიდე. ჩვენ ვართ 30 წლის უკან სქემებში ჩაფლული. ჩვენ გვაქვს ის ნარატივები, რომლებიც არსებითი იყო 30 წლის უკან, როცა აბსოლუტურად სხვა გარემოება იდგა და ჩვენ ვართ დროზე მთელი ფაზით ჩამორჩენილი. ფიზიკოსებმა იციან რაც ნიშნავს, მე მგონი ყოფით დონეზე ადამიანებმა, გონიერებმა ადამიანებმა კარგად იციან რაც ნიშნავს მთელი ფაზით რომ ჩამორჩები დროის მოვლენებს, დროის განწყობებს, დროის სულისკვეთებას. ქართველები ჩამორჩენილი არიან, ჩამორჩენილია მისი ხელისუფლება, რომელიც 30 წლის წინანდელი ეკონომიკური პარადიგმის ფარგლებში მოქმედებენ. კვლავ საქართველოს ხელისუფლება გაჟღენთილია ნეოლიბერალური უსაზიზღრესი იდეოლოგიის შტამპებით, ესაა მისი სამოქმედო არეალი და ეს ყველაფერი უბრალოდ დეკლარაციის დონეზე რომ იყოს, კიდევ არაფერი იქნებოდა, მაგრამ მათ ამ მახინჯი იდეოლოგიური შეხედულებების ფარგლებში დაიწყეს ქართული განათლების განადგურება და იგი დღეს მიიყვანეს კატასტროფულ მდგომარეობაში. ამ სფეროს წარმომადგენელი ვარ, მთელი ცხოვრება ამ სფეროში მაქვს გატარებული, რასაც საუნივერსიტეტო, საინსტიტუტო განათლება და მეცნიერება ქვია. შემიძლია უდიდესი გულისტკივილით გითხარათ. დღევანდელი ქართული სკოლადამთავრებულ ახალგაზრდას არ შეუძლია შეისწავლოს საბუნებისმეტყველო საგნები, შეისწავლოს საინჟინრო დისციპლინები, შეისწავლოს ეკონომიკა და შეისწავლოს ფინანსები, გამორიცხულია. ეხლა რას ასწავლიან ქართულ უნივერსიტეტებში, იმიტოა კარგად საქმე, ხო? ეს სხვა საქმეა. ის ეკონომიკა თუ ქვია, იქ ეკონომიკისა, თანამედროვე ეკონომიკაზე ვსაუბრობ, იმ კურსებზე ვსაუბრობ, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ინსტიტუტში ისწავლება, უნივერსიტეტში ისწავლება, ხაზს უსვამ. საინჟინრო განათლება განადგურებულია, საბუნებისმეტყველო განადგურებულია, ის შემორჩენილი მათემატიკის ფაკულტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი და ასე შემდეგ, ის რამდენიმე სპეცსკოლის ვიწრო წრის ბავშვების შედეგია, მხოლოდ, მაგრამ ეს ნიჭიერება ფაქტობრივად არის დაწნეხილი და მთელი ეს ნიჭიერება გადაგდებულია მეათე ხარისხოვან არაფრის მომცემ სპეციალობებზე და უნივერსიტეტებში უდიდესი უმრავლესობა სპეციალიზაციისა, სპეციალებებისა არის აბსოლუტურად უვარგისი, არანაირი კავშირი რომ არ გააჩნია სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესთან, სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი არ არის, ქვეყანა ვერ განვითარდება. ვერანაირი ევროპაში ღირსეული სვლა, ვერც ნატოს სისულელის და ევროკავშირის სისულელის ჩაწერა კონსტიტუციაში ქვეყანას ვერ ავითარებს. ქვეყანას ავითარებს ხოლო ცოდნა და ერთადერთი ფაქტორია ცოდნა, ცოდნის დაგროვების ტემპი, რომელიც იძლევა ქვეყნის განვითარების საშუალებას. ესე იგი, ეს საუბარი მე მჭირდებოდა იმისთვის, რომ მეთქვა დღევანდელი გადასახედიდან ის რეალობა, რაც საქართველოში დადგა, გამორიცხავს მის განვითარებას. ამას მე ხელისუფლების კრიტიკა რაშვაშია, არაფერი, მე გეუბნებით დღეს, ამის ბრალია, იმის ბრალია, ყველამ ვიცით, რისი ბრალია, მაგრამ ამაზე საუბარი არაფერს მე გეუბნებით. დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, გამორიცხავს საქართველოს განვითარებას. იმიტომ რომ ის, რაზეც იხარჯება ძალა და ენერგია, ის, რისი კულტივირებაც ხდება,
აბსოლუტურად არ წარმოადგენს განვითარების ფაქტორს და შესაბამისად საქართველოს არ გააჩნია განვითარების საშუალება. უფრო მეტიც, შექმნილი ჭაობი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სოციალური, ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისით გამორიცხავს იმ პოტენციალის განვითარებას, რომელიც ყველაზე დიდ და ყველაზე უნიკალურ სიმდიდრეს წარმოადგენს, ეს არის ქართველი ახალგაზრდები, მათი საოცარი გენეტიკურ დონეზე გონება, გახსნილობა და მაშინ მივდივართ კითხვაზე. კი, მაგრამ თუ ეს ასია და ეს ასია, აქ მე ზედმეტი არაფერი არ მithობს. რას ემსახურება ქართული სახელმწიფო? ჩვენ ჯერ ჩვენი ადგილი ვერ გაგვიკვირებია კავკასიაში, არც გვაინტერესებს სამხრეთ კავკასია, თითქოს სხვაგან ვიყოთ სადმე, სადღაც ვიყურებით იქეთ, საითაც უკვე მსოფლიო აღარ იყურება, ევროკავშირი დახურული გვერდია. ეს არის უპერსპექტივო წარმონაქმნი, ეს არის აცილებული თავის კულტურულ ფესვებს წარმონაქმნი, რომელიც საშინელად დეგრადაციის გზაზეა. ჩვენ მივდივართ დეგრადაციისკენ, ჩვენ არ მივდივართ პროგრესისკენ, ჩვენ ფაქტობრივად ვაკეთებთ იმას, რომ ხალხი გვეფლანგება, მთელი რესურსი გვეფლანგება, მიგრაცია არანორმალური, სიკვდილიანობა გაცილებით მეტია ვიდრე დაბადებული ეთნიკური ქართველები და ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ თუმცა არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ დაგიწერა, რომ ხარ მომაკვდავიერიო, მაგრამ ქართველებმა ეს ჩანაწერი გითხრათ სიმართლე და საერთოდ უყურადღებოდ დატოვეს. მოკვდებით და მოკლებით, ესე იგი, რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა, თუ კვდებითო, მაგრამ მუსიკით მოკვდეთო, ხო სწორია? ქართველებიც დაახლოებით ამას აკეთებენ, კვდებით, მოკვდეთ კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ახლა ავდგებით და ეგერ ბიძინა, მიშა გვეყარება, იქ ევროპაში წავალთ, მერე მაღალი ხელფასები გვექნება, კარგად ვიცხოვრეთ, დემოგრაფია, რა დემოგრაფია, ეგერ მოვლენ მუსულმანები გაქართველდებიან, ჩვენ გაყრიან, თვითონ იცხოვრებენ და ასე შემდეგ. ახლა მე ძალიან შავ იუმორზე გადავედი, მაგრამ რეალობა ასეთია. ჩვენ გვაქვს ცხოვრება, რომელიც შავ იუმორის ხარისხში შეიძლება დაინახო მხოლოდ. იმიტომ რომ ის მდგომარეობა, რაც გაქვს, არ შეიძლება დამართო და გონიერ ხალხს. არც ერთი ზედმეტი სიტყვა არ მithქვამს. ამიტომ მოგიწოდებთ, კარგად მოისმინოთ, გაიაზროთ მხოლოდ ის, რასაც მე გულის ტკივილით ავღნიშნავ და რა კი სხვა გზა არ არსებობს ქართველთა დიდი გაერთიანების იდეაში განვახორციელეთ, იმიტომ რომ ეს არ იქნება პარტია, ამას არ ჭირდება პარტია, ამას ჭირდება ქართველების გაერთიანება, იმიტომ რომ იმ ჭაობში, რა ჭაობში დღეს საქართველო არის ხას უსვამ, ეს არის პოლიტიკური ჭაობი, ეს არის სოციალური ჭაობი, ეს არის საგანმანათლებლო ჭაობი, ეს არის სამეცნიერო ჭაობი, ეს არის კულტურული ჭაობი, ეს არის ადამიანური ურთიერთობების ჭაობი, როგორ შეიძლება ნორმალური ხალხი ნორმალურ საზოგადოებაში ისე ელაპარაკებოდეს ერთმანეთს, როგორც ეს ქართულ სოციალურ სივრცეში ხდება. ესე იგი, პრობლემები გვაქვს ძალიან დიდი, ჩვენ აღარ ვიღებთ ტენდენციებს, ხო ხედავთ, ვითომ განათლებული კაცი, ეგრეთ წოდებული გიგი თევზაძით, გიგანტურ აღლუმს უყურებს და იმდენად არის შინაგანად გამომპალი, რომ წერს, რატო წერს იცით? მას თავზე ენგრევა ის სიდამპლე, რასაც მთელი თავისი ცხოვრება ემსახურა და განახორციელა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ევროპისკენ სვლა და დასავლური ორიენტაცია კი არა,
ჩვეულებრივი ტროცკიზმია შინაგან აგრესიაზე, გათახსირებაზე, ყალბორიენტირებებზე აგებული და ის, რასაც მსოფლიოში დასავლეთში წერენ, იმის საპირისპიროდ ამბობს, რომ ჟანგიანი კამაზის ტიპის მანქანები ნახე, ის რა არის, ეს რა არის, ეს რა. შეიდიოტო, ბიჭო, არაფერი არ იცი ამ ტექნიკაში, ამ მეცნიერებაში, ნუ წერ მაინც შენთვის დაჯექი მაინც შეკაიკაცო. ვის რა უნდა დააჯერო შენ, მაგრამ არ შეიძლება ამაზეც გაჩვენება, ძალიან კარგად ვიცნობ გიგიც, მაგრამ ასეთი ადამიანს არ უნდა იცნობდე. ვიცნობდი, როგორცაც ეხლა არ ვიცნობ. კაცი გიგანტურ სისულელეს საჯაროდ აფრქვევს. ეს არის ის ტრაგედია, რომელშიც შესულია. ის ხომ მარტო არ არის, ის ხომ მთელი პლეადა ხალხისა, ხო, რომლებიც შინ მიდიან და აპროტესტებენ რაღაცებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, აქედან გამოსავალი ძალიან მალე არის საპოვნელი. ჩვენ აცილებული ვართ მსოფლიო განვითარებას, ჩვენ აცილებული ვართ განათლებას, მეცნიერებას, ჩვენ სახელმწიფო ვერ ავაგეთ. ეს სახელმწიფო კვაზი სახელმწიფოა, იმიტომ რომ სახელმწიფოს მოსურნე ხალხი არ შეიძლება ასეთ ხელისუფლებებს უკრავდეს დაშტ და მიდიოდეს და ირჩევდეს. აბა ვინ ავირჩიო? ახლა ნაცებს ხო არ ავირჩიო? ნაცი კოცი რამ განაცხავა? ერთი ოხერი არიან, ორივე. მაგრამ მე გითხარით და კიდე ერთხელ გავიმეორებ, თუ ერს სხვა არავინ არ აყავს, გარდა დღევანდელ ხელისუფლებას რო უყურებთ თქვენ და გუშინდელ ხელისუფლებას რო უყურებთ, მაშინ მე პირდაპირ გისვამთ კითხვას. ასეთი ხალხი როგორ შეძლებს საკუთარი მომავლის უზრუნველყოფას, ანდა თუ გნებავთ იმას, რაც უკვე გაქვს ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებას. ის რომ 100,000-ობით ტოლილი ყავთ შემოყვანილი გეგმაზომიერად, ის რომ 170 ლარად ქართულ გვარებს ეგერ არის საჯარო რეესტრი და მიდი ფოტოლცვენა, ის რომ მიგრაცია არ ჩერდება, ქართველები გადიან ქვეყნიდან და არის ხალხი ჯგუფი, რომელიც აღფრთოვანია და აბა ვის მივცე ხმა, აბა მოდით ასე გეტყვით. ვინც ასეთ კითხვას სვამს, ის არა მარტო მოქალაქე არ არის, ის არის გონებაჩლუნგი და გონებაჩლუნგი ადამიანების დონეზე ამ ქვეყნის მომავლის დაგეგმა არ მოხდება, ვერ მოხდება. ამიტომ გეუბნებით ქართველთა გაერთიანება, საღი ქართველების ერთმანეთთან დიალოგი, შეკრული, მიზანმიმართული და აბსოლუტურად ცივი გონებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რომ როგორმე ამ ჭაობიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვართ მარიონეტული სახელმწიფო, ყავს მარიონეტული ხელისუფლება. ნახეთ, დღეს ყური მოვკარი საინფორმაციო იყო, იქ სახელისუფლებო არხი რომ არის, რა ქვია, თუ იმედი, ხო, იქ რომ აი როგორი იყო რუბრიკა ბრიუსელიდან ზეწოლა. ტრაგედია რაში ეცით, კომედიაც და ტრაგედიაც არის. როგორ შეიძლება ბრიუსელმა გაგიკეთოს ზეწოლა, თუ მისი ქვეშევრდომი არ ახარ? რისი ზეწოლა უნდა გაგიკეთოს ბრიუსელმა? საერთოდ ვინ არის ბრიუსელი ქართული სახელმწიფოს კონტექსტში? მაგრამ შენ ხარ მიბმული ბრიუსელზე, შენ ხარ ბრიუსელის ყმა და მონა და ეხლა გეუბნებიან ასე რო გინდა, ისე რო გინდა, კეთილი ინებე, რასაც გეუბნებით გააკეთეთო, მაგრამ არ აკეთებ. რატო არ აკეთებ? იმიტომ კი არა რომ პატრიოტი ხარ და ქართველი ხარ და არის კულტურაზე და თვითყოფადობაზე ფიქრობ. იმიტომ არ აკეთებ, რომ ეს რო გააკეთო, ქართველი ხალხი დედის დედას გიტირებდა.
აი ეს არის თქვენი პატრიოტიზმი ბჭყალებში. ეს არის თქვენი არ დამორჩილება ბრიუსელისა. არა და მონები ხართ ბრიუსელისა, ვერ აკეთებთ. უნდა ითვალთ მაგცოთ, რომ ეწინააღმდეგებით ბრიუსელს, იმიტომ რომ საკმარისია გადადგათ. ბევრი მოატყუეთ ქართველი, საკმაოდ ბევრი, მაგრამ ბევრი ვერ მოატყუეთ, დასანახად რომ ვერ გიტანთ. და იმ თქვენ რომ ეყრდნობით მოტყუებულ ქართველებში ნელ-ნელა, როდესაც მოხდება იმის გაცნობიერება, რაღაც მცირე ნაწილი ვერაფერს ვერ გაიმცნობიერებს, ის მარგინალური ჯგუფი არაფერი არ ეშველება. მაშინ მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს, ამიტომ თუ თქვენ გადადგამთ სიკარგისკენ ნაბიჯს და ქართულ სახელმწიფოს რაიმეს გაუკეთებთ, ხო კარგი. თორე 21 საუკუნეა, მეოთხედი საუკუნისა გავიდა და ვიღაც იდიოტი გამოდის და კახას ალტერნატივა თბილისში არ არსებობსო. რა გონება ჩლუნგი უნდა იყო. ჯერ ერთი რა დონის საკუთარი თავის უპატივცემულო ადამიანი უნდა იყო, რომ შეგიძლია ამნაირი სისულელეები, ამის ალტერნატივა, კობახიძის ალტერნატივა სად არსებობს. იმიტომ გაქვთ დედანატირები. იმიტოა ეს ქვეყანა დაკარგვის წინაშე და იმიტომ რომ არ მოხდეს ეს დაკარგვა, ჩვენ ყველა საქართველოს გიწევთ, მობრძანდით, ვისაუბროთ, ჩემთან არ მოხვალთ ჩემს მხარდასაჭერად, მე მხარს ვერ დამიჭერთ, მე არსად არჩევნებში არ ვიქნები, ამას სულ გავიმეორებ. ჩვენ ქვეყანას დაუდგეთ გვერდში, ამ ფანტასტიკურ ქვეყანას, ამ საოცარ კულტურას, ამ საოცარ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჭირდებათ გარანტირებულად მიიღონ თავისი სახელმწიფო, რომ ჩვენზე უკეთესად მოუარონ. მობრძანდით 21-ში, მანამდე მობრძანდით ჩვენ ოფისში, ვისაც გსურთ, 21-ში კი გთხოვთ, რომ მობრძანდეთ, თქვენ ქვეყანას დაუდექით გვერდში. არ შეიძლება ძალიან საშიში მდგომარეობა, რისი იმედი შეიძლება გქონდეთ, ამ ხელისუფლების იმედი გქონდეს საქართველოს ყველა დამაწყევარს. მაგრამ არ მაინტერესებს ეს ხელისუფლება, დღეს არის, ხვალ არ იქნება, ხვალ არ იქნება, ზეგ არ იქნება, ხვალ თუ იქნება, ზეგ არ იქნება. კი გონიათ, რომ მარადიულები არიან, მაგრამ ცუდად დაამთავრებენ, საშინლად ცუდად. ყველაფერიდან აცილებული ქვეყანა არის. მე გეკითხებით, აი მომწერეთ, რომ მე 4 შაბათს გიპასუხოთ. რისი ასე გაგძებდა ყველაფერი, დაუშვათ, რომ შესანიშნავი მთავრობა ყვა. ნუ ბიძინა ამათი უფროსი პატრონი ყველაფერი, მართალია არაფერი თანამდებობა არ უკავია, მაგრამ ყველაფერი იცის და კი ბატონო, დამიწეროთ იქნებ და მითხრათ, რომ მე ვცდები და აი ეს ხალხი ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ რაღაცას გააკეთებს. ხაზი უცო. აბსოლუტურად პიროვნულად არ მაინტერესებს ქართული ოცნების არც ერთი ადამიანი. არაფერი შეხება არ მაქვს ამ ადამიანებთან პიროვნულად. მე გეუბნებით, ისინი ხელისუფლებაში არიან და გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არაფრით არ უწყობს ხელს ერთ-ერთი იმ საკითხის გადაჭრას, მაინც რაც მე გითხარით და რაც თქვი, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა. აბა გითხარით, მითხარით ახლა, რის საფუძველზე? დავუშვათ, მეც გავჩუმდი და 4-ეული გაჩუმდა და იქ მოსული ჩვენთან შესანიშნავი ადამიანები გავჩუმდით. სად მივა ეს ყველაფერი? და მე რა ნიშნის მოგებით ვესაუბროთ, ხო გეუბნებოდით, ასე საკუთარი ქვეყნის რისკებზე საღი ადამიანი არ თამაშობს. საღი ადამიანი გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს რისკები რეალიზებული არ იყოს. ყველა რისკი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილია. ეს არის უთავო, ვერაფერში რო ვერ გარკვეულა ხელისუფლება, თორე კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.
ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ. ხალხი აზზე არ არის რა გააკეთოს და ისევ თავის ბრიუსელში აქვს თავი შეყოფილი და ცოტა ეწინააღმდეგებიან და ალბათ კიდევ უთვლიან კიდეც რომ ხას უსვამ გააკეთებთ იმას რასაც გავალებენ ქართველი ხალხი გააკეთებს იმას რასაც დაიმსახურებთ და თუ დღეს მორიდებულია ქართველი და კიდე რაღაცის იმედი აქვს როცა და ნუ მიიყვანთ მას იმ ზომამდე როცა უკიდურესი განცდა იქნება საფრთხისა მე არ გირჩევთ თქვენ იმიტომ რომ რა მოხდება მე ვინც კარგად იცის ქართველების ხასიათი ქართველების ბუნება მე არავის არ უსურვებ რომ ის რისხვა და ის დაუნდობლობა რაც იქნება გამოხატული დაგატყდეთ თავს ამიტომ დროზე თუ მოხვალთ გონს კარგია თუ დროზე არ მოხვალთ გონს და თქვენსაც გააგრძელებთ თქვენი ნება რასაც მოიგებთ იმასაც დაინახავთ ჩვენ კი ვიმუშაოთ ერთობლივად შვიდად წყნარად ყველაფერი გათვლილია ყველაფერი დაწერილია რა უნდა გაკეთდეს თავი ახლა აიკრიბოს ის ძალა რომელიც შეაჩერებს ამ თვითნებურ გრევას ქართული სახელმწიფოს დიდი მადლობა მეც აღარ შეგაწუხებთ დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე მომავალი შეხვედრა ჩვენ გვექნება შაბათს სადაც იქნება მთავარი ანალიტიკური მიმოხილვა ყველა იმ მთავარი მოვლენისა რომელიც არსებითია საქართველოსთვის დაგემშვიდობებით კარგად იყავით